თარგმანება იმათეს სახარებისა ითავი კეი. სიტყვა ესე და ვითარც აღვიდა იგი ნავსა მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესე რა აღძრვა იყო დიდი ზღვასაშინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავის სახელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა 8, 23, 24. ლუკა თანაც არ ხდების თქუმად ჟამისა მის, ამისთვის ესრეთ იწყო სიტყვად, და იყო ერთსაშინა დღესა და თავადი შევიდა ნავად და მოწაფენი მისნი მისთანა. ლუკა 8:22 ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გვაუწყებს, რამე თუ არაც სახმარიყო ყოველთა მიერ წვლილადისა საქმისა და ჟამისა და სიტყვისა შეუცვალებელად აღწერაი. ხოლო ამათ სიტყვათა წარმოვიტყვი სიტყვისა მისთვის, რომელი დაწყებასავე ვთქუ ვითარმეთ, რომელიც რაიმე ჩანსგან ყოფილად თქმული მახარებელთა მიერ, თითოეული თვისა ადგილსა, ვითარცა ღმერთმა ძალი მომცეს, განვმარტოთ, რაითა საცნაური იქნას ყოველთა მიერ. ვითარმეთ არ არს მათ შორის ცილობაი, არცა განცვალებაი და უფრო ისაც სათანადოთა მათ და მაღალთა საქმეთა შინა, რომელთა შინაფრიად საერთობასა აჩვენებენ. წარავლინა უკვე ერი იგი და მოწაფენი წარიყვანა თვისთანა, რაითა იხილონ მათ ყოფადი იგი სასწაული. რამე თუ ვითარცა მოძღვარი კეთილი ორკერძოვე ასწავებდა მათ, რაითა უშიშიყვნენ განსაცდელთა შინა და მდაბალ პატივსა შინა. ამისთვისცა რაითა არა აღზვავნენ რომელერი იგი წარგზავნა და იგინი წარიყვანა, შეუნდო ღელვათა მათ აღდგომათ, რაითა დამდაბლდნენ და კვალად, რაითა განისწავლნენ მოთმინებად განსაცდელთა. რამე თუ პირველქმნილნიცა სასწაულნი დიდი იყვნეს, გარნა ამას გამოცდილება იცა აქ უნდა არა მცირედი და ძველისა მის სასწაულისა მიმსგავსებული იყო. ამისთვის მოწაფენი ხოლო წარიყვანა, რამე თუ სადა სასწაულისა ჯერ არ ჩვენებად,ერსა მასცა შეუნდვის მუნყოფად, ხოლო სადა განსაცდელთა და შრომათა საქმე არ მოღვაწენი იგი სოფლისანი მარტოდ წარმოადგინის, რაითა მოასწავებდეს ყოფადსა მას. ამისთვის იტყვის მახარებელი. სახარებაი და აჰა ესე რა აღძრვა იყო დიდი ზღვასა მასზე და ვიდრე დაფარვადმდე ნავის სახელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა და მოუხდეს მას მოწაფენი, აღადგინეს უფალი და ეტყოდეს, უფალო მიხსნენ ჩვენ, რამე თუ წარუწყდებით. და თავად მან ხრქუა მათ, რა ისე შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? მაშინ აღდგა შეღრისხნა ქართა მათ და ზღვასა და იქნა მეხსევლად დაყუდება დიდ 8, 24, 26. თარგმანი, ვითარცა ვთქუ გამოცდისა მათისათვის მიეშვებოდა აღძრვად ღელვათა და სახე იყო მოწევნათა მათზე და განსაცდელთა, რამე თუ ამისაცა შემდგომად მრავალგზის შეუნდო უძნელესთა განსაცდელთა შთავრდომად და სულგრძელ ექმნა, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარმეთ, გარდარეულად უფრო ის ძალისა დაგვიმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩვენ და ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინება იგი სიკვდილისა იმოგვეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთათვის და არამედ ღმერთსა, რომელმან იგი აღადგინის მკვდარნი, რომელმან ესე ვითარისა სიკვდილისაგან მიხსნა ჩვენ. მეორე კორინთელთა მიმართ 1:8 და სხვანი მრავალნი ძნელოვანი შეემთხვინეს, ვიდრეღა ძვირძვირითა სიკვდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაითვე მომასწავებელი იყო ღელვა იგი. ამისთვისცა რქვეს რაი, უფალო მიხსნენ ჩვენ, პირველად მათ შეღრისხნა და მერმე ზღვასა მას, რამე თუ შეშფოთება იგიცა მათი უმჯობესისა მათისათვის იქნა, რაითა აქ უნდეს ამისა შემდგომად სახსენება ისაკვირველებისა იმის. და ამისთვისცა მიიძინა, რაითა ადგილსცეს შიშსა მოსვლად მათზე და, რამე თუ უკვე თუმცა ეღვიძა, არამცა ესრეთ შეშინებულიყვნეს, არცამცა ვედრებულ. ამისთვის მიიძინა, რაითა ადგილსცეს შიშსა მოსვლად მათზე და,
რამე თუ ვინაიდან ყოველთა ზედა იხილნეს ქველის მოქმედებანი მისნი, ხოლო მათ ზედა არ აქმნულიყო სასწაული, რამე თუ არცა მკელობელი იყვნენ, არცა ბრმა, არცა სხვითა რაითმე უძლურებითა შეპყრობილ და ჯერ იყო, რაითა თავთა ზედა თვისთაც აიხილეს მცა ქველის მოქმედება იმისი. ამისთვის შეუნდო მოწევნათ ზამთრისა მის, რაითა შეშინდნენ და მერმე განთავისუფლებითა მით მათ ხელვათაგან გულისხმაყონ ძალი ქველის მოქმედებისა მისისაი და იყოს იგი მარადის ხსენებულ გულთა შინა მათთან. რამე თუ სხვაებრ გულისხმაყობს და ახსოვს კაცსა თავსა ზედა თვისაქმნილი და სხვაებრ, სხვათა თანახილული. ამისთვის არ აქმნა ესე წინაშე სხვისა მისერისა, რაითა არა მცირედ მორწმუნეობისა ბრალი დაედვას მათ. არამედ მარტოდ წარიყვანა მოწაფენი და ესრეთ განაქარვა შიში მათი, რა ჟამს შეჰრისხნა მათ და ხრქუა, რა ისა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო და ესრეთ პირველ გარეშეთა მათ ხელვათასა გულისა მათი სახელვაი დააყუდა, რაითა ასწაოს. ვითარმეთ შიშსა არა განსაცდელთა მოწევნა იქმს, არამედ გონებისა უძლურებაი. და მერმეღა უბრძანა ხელვათა მათ და ზღვასა და იქნა მყუდროებაი დიდი. ხოლო უკვე თუ ვინ იტყოდის ვითარმედ მისლა იგი უფლისა და განღვიძებაი არა შიშისა სასწაული იყო, არცა მცირედ მორწმუნეობისაი, ესრეთ ვიტყვი ვითარმედ, ესე მებრ საქმე სასწაული იყო ვითარმედ არა უწყოდეს ჯერეთ ძალი მისი ჯერისაებრ, რამე თუ ესე უწყოდეს, ვითარმედ ძალუც აღდგომაი და შერისხვაი სხვისა იმის, ხოლო ესე არ გაიცოდეს, თუ მძინარესაცა ძალუც ამისაქმნად. და რა ისაკვირველ არს უკვე თუ მაშინ ჯერეთ ვერ ღირსად გულისხმაყოფდეს საიდუმლოსა მას, ვინაიდან შემდგომად ესოდენთა სასწაულთაცა სრული იგი გულისხმის ყოფაი ვერვე აქონდა, ვიდრე მდის მოვიდა მათზე და სულიწმიდაი და სრული იგი გულისხმის ყოფაი მისცა. სახარებაი, ხოლო კაცთა მათ უკვირდა და იტყოდეს, რაბამ ვინ არს ესე, რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცა ერჩიან მას, 8:27. თარგმანი გულის სიტყვათა მათთვის კაცობრივისა უძლურებისათა თქვა ესრეთ, ვითარმედ კაცთა მათ ემხილათვის ისა მის ბუნებისა უძლურებაი და დაუკვირდა ვითარმედ, რაბამ ვინ არს ესე, რამე თუ ხედვიდეს მას ხილვითა კაცსა. და რომელი იგი დაიძინებდა და ნავად აღვიდოდა, ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისა იყო, ხოლო შერისხვა იგი ქართაი და ზღვისაი და ესრეთ შიშით მორჩილებაი მათი ღმრთებასა მისსა წამებდეს. ამისთვის განცვიბრებულიყვნენ და იტყოდეს, რაბამ ვინ არს ესე, რამე თუ მოსეცაქმნა სასწაული ზღვასა მასზე და არამედ ამისი ესე უაღრესობაი შეუმსგავსებელ არს, რამე თუ იგი ვითარცა მონაი იქმოდა სასწაულსა მას, ხოლო ესე ვითარცა მეუფე და უფალი. არა განრთმითა კვერთხისაითა ვითარ იგი მანყო, არცა გამპყრობითა ხელთაითა ზეცად და ვედრებითა, არამედ ვითარცა მეუფემან უბრძანის რაიმონასა და ვითარცა დამბადებელმან, დაბადებულსა, ესრეთ უბრძანა და დააყუდა ბრძანებითა თვისითა, და მეხსეულად ყოველი აღძრვა იმისი. დადუმნა და არცა თუ კვალი ღელვისა იპოებოდა, ვითარცა იტყვის მახარებელი ვითარმედ, იქნა მეხსეულად დაყუდება დიდ. და ვითარცა წინაის წარმეტყველმან თქვა მამისათვის, ესეაც ძემან ქმნა შეუცვალებელად. რამე თუ რასა იტყვის წინაის წარმეტყველი მამისათვის. თქვა და აღდგა ქარი ნიავქარისაი და ამაღლდეს ხელვანი მისნი, ფსალმუნია 6:25 და მერმე იტყვის, გარდააქცინა ნიავქარნი მათნი ნიავად. შეადარე ფსალმუნია 6:29, ეგრეთვე აქა მიშვებითა მისითა აღიძრნეს ხელვანი იგი. კვალად ბრძანა და იქნა მეხსეულად დაყუდება დიდ. ამისთვისცა უკვირდა მათ და იტყოდეს, რაბამ ვინ არს ესე, რამე თუ ქარნიცა და ზღვაი ერჩიან მას. ხოლოაც ჩვენცა მორწმუნენო, გულისხმავყოთ ვითარ ესეთ ღირთი დღე ვიღელებით და ვიგუემებით ნიავქართა მათგან ცოდვისათა და ღელვისაგან ნებათა ისა და ნავნისულთა ჩვენთანი დაიფარვიან ღელვათაგან.
რამე თუ არსვე წოდებულ მრავალთაგან სოფელი ესე ზღვად და შფოთნი იგი და აღძრვანი მისნი ღელვად. რაც უკვე შეურდეთ უფალსა და ვღაღად ყოთ ცრემლით და სულ თქუმით, უფალო მიხსნენ ჩვენ, რამე თუ წარუწყდებით. ამას ხმასა კაცად დაუცხრომელად სიღრმეთაგან. გულისა თვისისათა ხმობდინ უფლისა მიმართ, რაითა ისმინოს სახიერმანმან და მოწყალემან და შეხრისხნას ქართა მათ ბრძოლისა ეშმაკთაისა და ზღვასა მას სოფლისასა, ჩვენზე და აღძრულსა და იქნა სამის ყოფითა მისითა დაყუდება დიდ. რამე თუ გვიხილნას თუ მხურვალეთ და მოუწყინებელად მღაღადებელნი ხმასა მას ვედრებისასა, უფალო მიხსნენ ჩვენ, რამე თუ წარუწყდებით არა მიმიშვასთან თქმად ხელვითა მით ცოდვისაითა. ხოლო მაშინ ესე ვითარითა რაისა სწაულითა განაკვირვნა და განამტკიცნა გულნი მოწაფეთანი, განრაივიდეს სხვისაგან კვალად უდიდებულესი საკვირველება აღესრულებოდა, ვითარცა იტყვის. წახარებაი და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხვინეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმეთ ვერვის ხელეციფა წარსვლად მიერგზით. და მათ ღაღად ყვეს და იტყოდეს, რა იძეს ჩვენი და შენი, იესო ძეო ღმრთისაო. რამე თუ მოხვედ აქაუ წინარეს შამისა ტანჯვად ჩვენ და. იყო შორს მათგან კოლტი ღორთა ემძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს, უკვე თუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისვლად კოლტსა იმას ღორთასა. და ხრქვა მათ, მივედით. ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიხმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიხმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას სხვისასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყამსნი იგი იუტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთვის. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან 8:28-34. თარგმანი, კაცნი ჯერეთ უმეცარღა იყვნეს და კაცად სახელს დებდეს მას, ხოლო ეშმაკნი იგუემებოდეს რაი გამოჩინებითა მისითა და იცნეს უმეტესად, რაღაცა თუ სრულიად ვერ დაიდასტურეს, არამედ ტანჯვისა მისგან რომელ შეემთხვეოდა, სნობდეს და ღმრთად აღიარებდეს მას, რაითა რომელთა ვერ ესმაურსიტყველი იგი ქადაგებაი სხვისაი, რომელი მყის შიშითა მით და მყუდროებითა თვისითა ღმრთებისა მისისა ხელმწიფებას აღაღადებდა, მათ ესმესაც ხმამაღლად ღაღადებაი ეშმაკთა იმათ, ვითარმეთ, რა იძეს ჩვენი და შენი, იესო ძეო ღმრთისაო. რამე თუ მოხვედ აქაუ წინარეს შამისა ტანჯვად ჩვენ და. პირველად გამოაცხადეს მტერობაი და განდგომილებაი თვისი, რაითა არა იჩვეულიყო სიტყვაი მათი, რამე თუ ძლიერად იტანჯებოდეს და დაიწვებოდეს ხილვითა მისითა. ვინაითგან ვერვის ხელეციფებოდა მიახლებად მათთა და მოყვანებად ქრისტესა, ამისთვის თავად იმივიდა მათ კერძოთა და იხილეს რაი იგი ვერღარა თავს იდებდეს მის მიერ სამას ტანჯვასა. და მათე იტყვის ვითარმეთ ხრქვეს მას, მოხვედ აქაუ წინარეს შამისა ტანჯვად ჩვენ და, ხოლო ლუკა ამასცა შესწინებს ვითარმეთ, ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს უფსკრულთა შთასვლად, ლუკა 8:31, რამე თუ ჰგონებდეს, თუ აწვე მოაწევს მათზე და სატანჯველსა და ძრწოდეს, ნუ უკვე მიეცემიან საგუემელად. ხოლო რომელიგი ლუკა და მარკოზ ერთსა გვითხრობენ ეშმაკეულსა მას და მათე ორთა იტყვის, არცა ესე სიტყვაი არს ურთიერთას წინააღმდგომი. რამე თუ უკვე თუმცა იგინი იტყოდეს, თუ ერთი ხოლო იყო და სხვაი არა იყო, იპოვნეს მცა წინააღმდგომ მათესა, ხოლო ვინაითგან ესე ვითარი არარაი არს, არამედ იგინი ერთისა მის ეშმაკეულისაგან კურნებასა ოდენ იტყვიან, ხოლო ესე ორთასავე წარმოიტყვის. არა ურთიერთას ცილობაი არს ესე, არამედ ერთისა მის საქმისა თითო სახეთ თხრობაი.
რამე თუ ეშმაკეულნი იგი სიტყვისაებ მათესა ორნი იყვნენ, ხოლო ერთი მათგანი სასტიკი რაიმე იყო და მძვინვარე და სიფიცხისა მისისათვის და სასტიკებისა მას ოდენ ახსენებენ ლუკა ეთნი. ამისთვისა წარმოითქვის სიბორგილესა მისსა ლუკა ვითარმეთ, მრავლით ჟამითგან სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფებოდა, არამედ საფლავებსა. და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკროელითა და განხეთქნის საკროელნი და იდევნებინ უდაბნოთა. ლუკა 8:27-29, ხოლო მარკოს ამასცა შესწინებს, ვითარმეთ, თათა გარე იქცევინ და ღაღადემ და დაიკონ თავსათვის სალოდითა. მარკოზი 5:5 უკვე ორთა მათ მახარებელთა ერთისა მისთვის ფიცხელისა მისთა სასტიკისა ყვასთხრობა ითვისი და მეორისა იმის დაიდუმეს, ხოლო მათე ორთათვისვე თქვა. ესე უკვე ვით არცა ვთქვა არა ცილობაი არს არცა წინა აღდგომაი. იხილეთ უკვე ეშმაკთა მათ ძრწოლაიცა და ურცხვინოებაი, მოხვედიო უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდა. ამას ვერ იტყოდეს, თუ არა ღირს ტანჯვისა არიან, არამედ ევედრებოდეს არა მიცემად იგინი სატანჯველთა პირველ ჟამისა. რამე თუ ვინაითგან პოვნა იგინი უფალმან ესე ვითართა მათ უღმრთოებათა შინა, ვითარ დაბადებულთა მისთა ესრეთ უწყალოდ სტანჯვიდეს და ძვირძვირად ჰგუემდეს, გონებდეს, ვითარმეთ გარდარეულისა მისთვის უკეთურებისა მათისა აწვე მისცნეს იგინი სატანჯველსა, პირველ განწესებულისა მის ჟამისა ტანჯვისა მათისაისა. ამისთვის ევედრებიან, რაითა არა ტანჯნეს იგინი პირველ მის ჟამისა და რომელთა საკროლნი რკინისანი ვერ იმჭირვიდეს, მოვლენ მის წინაშე კრულნი კრულებითა ბრძანებისა მისისაითა, და რომელნი უდაბნოთა რბიოდეს, მოვიდეს ველად წინაშე მისა, რომელნი სხვათა აყენებდეს სლად გზასა მას, იხილეს მაყენებელი მათი და შეძრწუნდეს და ვითარცა მონანი განდგომილნი, წარმოდგეს შეძრწუნებულნი და დაღონებულნი. ხოლო რაისათვის საფლავებსა შინა იქცეოდეს. რამე თუ ყოვლისავე ბოროტისა განმრავლებად კაცთა შორის მოსწრაფე იყვნეს. ამისთვის ამასცა იქმოდეს, რაითა ცვალება იგი განვფინონ სოფელსა შინა, რომელსა იტყვიან დაბრმობილნი იგი მათითა მიცსაცთურითა, ვითარმეთ სულნი მკვდართანი ეშმაკთა შეერთვიან, რომელესე ნუ იყოფინ მოსვლაცა ვის სამეგონებასა. არამედ უღმრთონი იგი იტყვიან ეშმაკთა მაგიერ, ვითარმეთ, რაის თქვა ოდეს იხილნე მრავალნი გრძნეულნი, ვითარ ყრმათა დაჰკვლენ, რაითა სული იგი აქუნდეს თანაშემწედ გრძნებისათვისისა. ხოლო მე ვეთყვი ცნობა მიღებულთა მათ, ვინაი საცნაურ არს ესე. მითხარღა. რამე თუ ამას, თქვათ თუ იტყვიან მრავალნი, ვითარმეთ, გრძნეულნი დაჰკვლენ ყრმათა, ხოლო ესე, თუ სულნი იგი დაკლულთანი მათ თანა არიან, ვინაი საცნაურ გეყო მაუწყეთ მე. ეშმაკნი იტყვიანო, თუ მე მის ვისიმე სული ვარი. ეჰა სიტყვაი სავსე ფრიადითა სიცოფითა. ჰოი გონება იგი ცთომილი, რომელი ამას შეიწყნარებს. უგუნურო და საწყალობელო, რომელი ჭეშმარიტება იხილე ეშმაკთა თანა, რომელ მათი სიტყვაი სარწმუნოდ შეგირაცხიეს. არა უწყია, ვითარმედ რაოდენსაცა ესე ვითარსა იტყვიან ეშმაკნი, საოცრად კაცთა იტყვიან. რაითა რომელთაც აჰრწმენეს მათი გონება ცთომილი იქმნენ. უკვე თუ არა ვინცა უმეცარიყო საქმესა ამას, ვითარმეთ შეუძლებელ არს სულისა კაცობრივისა ეშმაკთა თანაშერთვად. არც ახელ ეწიფების კაცსა მას გრძნებისა მოქმედსა შეცვალებად სულისა სხვად არსებად. რად ვიტყვი სულსა? არცა თუ ხორცთა ძალულთ შეცვალებად, რაითამცაყვნა ხორცნი კაცობრივნი კარაულისა ანუ ზროხისა, ანუ სხვისა რაისმე პირუტყვისა. დაღაცა თუ უცნებით რაიმე ესე ვითარია ჩვენოს, ყოველივე სიცრუე არს და უცნება.
აც უკვე თუ ხორცთა ამათ ხილულთა ვერ ხელეციფების შეცვალებად, სული იგი უხილავი ვითარძალუც შეცვალებად. ნუ იყოფინ უშჩუროი ესე სიტყვაი, ნუ იყოფინ. ესე სიტყვანი ზღაპარნი არიან დედაბერებნი და სამღერელნი ყრმათა უბუნურთანი, რამე თუ სული განრაივიდეს ხორცთაგან, არღარა ხელეციფებისაკა ყოფად სოფელსა შინა. რამე თუ სულნი მართალთანი ხელთა შინა ღმრთისათა არიან, სიბრძნა სოლომონისა 3, 1 ეგრეთვე ჩჩვილთა საყრმათა ნათელღებულთანი, რამე თუ იგინიცა უცოდველ არიან. ხოლო ცოდვილთა სულნი, განრაივიდან ხორცთაგან მეხსეულად წარიყვანებიან ამიერ სოფლით, ვითარცა საცნაურ არს ლაზარესგან და მდიდრისა მის. და კვალად სხვა საადგილსა იტყვის უფალი, უგუნურო ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან. ლუკა 12:20 საცნაურ არს უკვე და სარწმუნო, ვითარმეთ სული განრაივიდეს ხორცთაგან, არღარა ხელეციფების სოფელსა ამას შინა ქცევად, არამედ წარიყვანებენ მას, რომელთაცა მიიღონ. ამისთვისცა სტეფანი იტყოდა, უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი, საქმე 7:49 და პავლე იტყოდა, სურის განსვლა ამიერ და ქრისტეს თანაყოფად, ფილიპელთა მიმართ 1:23 და მამადმთავრისა მისთვის წერილ არს. მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თვისთა, დაბადება 25:8, ესე იგი არს ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკვე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიან ღააქა შემდგომად ხორცთაგან განსვლისა. და ისმინე ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათვის ევედრებოდა, რაითამცა მივიდა და აუწყა ძმათა თვისთა და არავე ხელ ეციფა მას. ხოლო ხელ თუმცა ეციფებოდა, მომცა სრულიყო და ეუწყა მომყოფადი იგი. ამის ყოვლისაგან საცნაურ არს ვითარმეთ შემდგომად ამიერ განსვლისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თვისთა საქმეთასა, გინა თუ განსასვენებელსა, გინა თუ საჭიროებელსა და არღარა უფალ არიან აქა მოსვლად, არამედ მოელიან საშინელსა მას დღესა განკითხვისასა. და კვალად ამასცა გამოეძიებენ ვინმე ვითარმეთ, რაისათვის ისმინა უფალმა თქვა იგი ეშმაკთაი და უბრძანა კოლცსა მას ხორთასა შესვლად. არამედ გულისხმა ყავმეტყველმან მან ვითარმედ არა თუ მათისა სიტყვისათვის უბრძანა ესე უფალმან, არამედ ამასცა შინა განგებულებასა აღასრულებდა, ერთად რაითა ასწაოს განთავისუფლებულთა მათ ეშმაკთაგან თუ ვითარისა ბოროტისაგან იხსნა იგინი, მეორედ, რაითა ცნან ყოველთა ვითარმედ არცა თუ ღორთა ჰკადრებენ, უკვე თუ ღმერთმან არა მიუშვას, მესამედ, რაითა გულისხმავყოთ ვითარმედ უკვე თუმცა განსაცდელსა მასვე შინა უკვე თუმცა არა იღუცი და კაცთა მათ განგებულება იღმრთისაი. ფრიად უძვირესიმცა შეემთხვია ღორთასა, რამე თუ ესე. ყოველთა მიერ საცნაურ არს ვითარმედ კაცთა მიმართ არს უმეტეს სიძულილი და მტერობა ეშმაკთაი, ვიდრე ღაპირუტყუთა. აც უკვე რომელთა არა ხრიდეს ყოვლადვე კოლცსა მას ღორთასა, არამედ ყოველნივე შთააშთნეს მეხსაშინა, არამცა უფრო ისად კაცთა მათ ზედაქმნეს ესე ვითარი, უკვე თუმცა განგებულება იღმრთისაი არა აღურასხმიდა მათ. ამისთვის საცნაურ არს ვითარმედ არა არს კაცი, რომელსაც ზედამცა არა აჩვენებდა ღმერთი წყალობასათვისა და მოღვაწებასა რომელთა მეზედა, დიდად და რომელთა მეზედა, უმცირესად, ვითარცა იცინ კაცად კაცადისა ღირსებაი და უმჯობესი. გარნა ყოველთა ზედა არს განგებულება იმისი და იღუცის ყოველთაცა ზოგად და კაცად კაცადსაცა თითოეულად, ვითარცა ხრქვა მოწაფეთა, ხოლო თქვენი თმანიცა თავისანი აღრაცხილ არიან. მათე 10:30 ამათ ესე ვითართა მიზეზთათვის უბრძანა მისვლად კოლცსა მას ღორთასა, რაითა მკვიდრთაცა მის სოფლებისათა ისწაონ სახელი მისი, რამე თუ სადა იგი დიდარნ სახელი მისი, არა მრავალია ჩვენის სასწაული, ხოლო რომელნი არა მეცნიერ მისა იყვნენ. განფინის ბრწყინვალება იგი სასწაულთაი, რაითა მოიყვანეს იგინი ღმრთის მეცნიერებად.
ხოლო მკვიდრნი მის ქალაქისანი ვითარ სრულიად წარწმენილნი იყვნენ და უგულისხმონი, საქმე მათი საცნაურ ყოფს, რამე თუ თანაედვათ აყვანისცემა იუფლისაი და განკვირვება იდიდებულსა მას სასწაულსაზე და, ხოლო იგი ნიევედრებოდესო, რაითა წარვიდეს საზღვართაგან მათთა. ხოლო რაისათვის შთა აშქნას ღორნი იგი ეშმაკთა? რამე თუ მარადის მოსწრაფე არიან, სადაცა მიეცეს ხელმწიფებაი, შეწუხებად კაცთა და ყოველთავე წარწმედასა ზედა მოხარულ არიან, ვითარცა იგი იობის საცხოვართა უყო ეშმაკმან, მიიღო რაი ღმრთისაგან მიშვებაი გამოსაცდელად მართლისა მის, და რაითა სირცხვილი მიექცეს თავსა ეშმაკისასა. ეგრეთვე აქაცა პოეს რაი მიშვებაი, განიხარეს წარწმედასა მასზე და ღორთასა. გარნა ეგრეთსათვის იგი უკეთურებაი და უძლურებაი გამოაჩინეს, ვითარმეთ არცა თუ ღორთაზე და ძალუც თვინიერ მიშვებისა ღმრთისა. ხოლო ძალსა ამის საქმისასა უკვე თუ სულიერისაცა კერძო ვისენებოს გულისხმის ყოფად, არარაი არს დამაყენებელ. რამე თუ ცხადი ძალია მათ სიტყვათა ესე არს რომელ ვთქუ, ხოლო ჯერ არს უწყებაი, ვითარმედ რომელნიცა კაცნი არიან ღორთა მიმსგავსებულ, ადვილად შეიწყნარებენ ეშმაკისა ბრძოლათა, და ვიდრემდის წესსა შინა და გონებასა კაცობრივსა ეგნენ, ძლე ექმნებიან ეშმაკთა, ხოლო ღორთა თუ მიემსგავსნენ, მაშინ არა თუ ოდენ ეშმაკეულ იქნებიან, არამედ ზღვასაცა შთაიშთვებიან. და ამის სიტყვისა ჭეშმარიტებაი უკვე თუ ინებოს კაცად მან გულისხმა ყოს. ხოლო ძლიერებასა მასთანა მეუფისასა იხილა სიმშვიდეცა და სულგრძელებაი მისი, რამე თუ ესე ვითარსა მას ქველის მოქმედებასაზე და იტყოდეს რაი მკვიდრნი იგი მის ქვეყანისანი წარსვლად საზღვართა მათთაგან, არა წინა აუდგა, არამედ წარვიდა და განეშორა მათ, რომელთა იგი თავნი თვისნი უღირსად გამოაჩინეს. ხოლო დაუტევნა მათ მასწავლებლად განთავისუფლებულნი იგი ეშმაკთაგან და მწყემსნი იგი ღორთანი, რაითა მიუთხრობდნენ, რაი იგი თვალით აიხილეს და ამხილებდნენ უგულისხმოებასა მათსა, რამე თუ ყოვლით კერძო იქადაგებოდა საკვირველი იგი დიდებული. სწავლა იკეი ვითარმეთ კაცი უფლებული ცოდვათაგან არარაითაგან ყოფილარს ეშმაკეულისაგან. ხოლო აცცა იხილების ესე ვითარი მრავალი, რამე თუ არიან აცცა ეშმაკეულნი მსგავსნი მათსა, რომელნი იგი საფლავებსა შინა მკვიდრიყვნეს, და ამაცაცა სიბორგილესა ვერარაი წინა აუდგების, არცა სწავლაი, არცა სიტყვანი წერილთანი, არცა სიმრავლე ერისაი, არცა შიში ღმრთისაი, არცა სირცხვილი კაცთაი, არცა საკროლნი ბუნებისანი, არცა სხვაი რაი ესე ვითარი. გულისხმა ყავთხა, კაცი სიძვის მოყვარე და ტრფიალებული ხორციელთავნებათა არარაითაგან ყოფილარს ეშმაკეულთაგან, არამედ შიშველი მიმოვალს, დაღაცა თუ ხილულითა ამით სამოსლითა მოსილარს, არამედ სულიერისა მის სამოსლისაგან შიშველარს, არა იყოფების სახსა შინა, არამედ საფლავებსა, რამე თუ სულმყრალობა იგი ბილწებათაი რომელთა ეძიებს, უძვირეს სულმყრალობისა მის სამარეთა ისა არს, არა დაიკოც თავსათვის სალოდითა, არამედ ბილწებითა ცოდვათაითა რომელ იგი უძვირეს არს ყოვლისაველოდისა. ვინ უძლოს ესე ვითარისა მის შეკრვად? ვინ დააცხროს უშვერებისა მისგან და სიბორგილისა, რომელი არაოდეს არს გონებასათვისსა, არამედ საფლავებსა შინა იყოფების. განხეთქს საკრველთა მათ კრძალულებისათა და მთათა შინა იქცევის, უდაბნოთა საღმრთოისა წესისაგან. ჭეშმარიტად უკვე თუ არა უფალმან მოხედნეს მასზედა და განიოდნეს მის შორის დამკვიდრებულნი იგი ეშმაკნი, ძნელ არს კურნება იმისი. ეგრეთვე კვალად ვეცხლის მოყვარე და ანგაჰრი, არა ყოვლისავე ეშმაკეულისა უძვირეს არსა. რომლითა ვინ საკროლითა შეკრას იგი? რამე თუ მასცა განუგდიეს შიში ღმრთისაი და სირცხვილი კაცთაი, არა იხსენებს ჭირსა მას ჯოჯოხეთისასა, არა სწადის სასუფეველისათვის ცათაისა, არა ხრცხვენის რჩულთა მათგან ბუნებისათა, არამედ ყოველთავე საკრველთა ამათ განიყრის და ვითარცა ეშმაკეული,
მიმოეკვეთების უფროისად უძვირესცა მისცა არს, რამე თუ ეშმაკეული იგი რაღაცა თუ კაცთაგან უკურნებელიყო, არამედ ბრძანებასა მას მეუფისასა ძრწოლით დაემორჩილა, ხოლო ესე არცა მას ხმორჩილობს. აჰა ესე რა ესმის, მარა დღე ბრძანება იმისი ვით არ იტყვის ვით არმედ, ვერ ხელგეთიფების მონებად ღმრთისა და მამონაისა, მათე 6:24 და გეჰენისა შიშსა წინა უყოფს და საუკუნეთა მათ სატანჯველთა გულისხმა უყოფს. და ვეცხლის მოყვარებისაგან ძლეული იგი არა შეიგონებს. ამისთვის ვთქუ, თუ უძვირეს ეშმაკეულისა არს ესევით არის იგი. და მე ჯერ მიჩნს მრავალთა ეშმაკეულთა თანა ყოფაი ვიდრეღა ერთისა თანა ესევით არისა. და საცნაურ არს ვით არმედ არავს ცდები ამას სიტყვასაზე და რამე თუ ვეცხლის მოყვარენი ყოველთავე კაცთა მავნებელ არიან, აზნაურთა ისწრაფიან მონატყოფად ობოლთა დახქენჯნიან, ქურივთას ტყუენვენ, გლახაკთას ძარცვენ, მრავალნი სახლნი დაარღვინეს, მრავალნი ქალაქნი შეაშფოთნეს. ხოლო ეშმაკეული თავსახოლოთვის ავნებს და უფროისად ყოველთა მიერ წყალობის აღირს არს, რამე თუ იძულებით შემთხვევის ყოველივე იგი განსაცდელი და არა ნებსით, ვით არცა მათ. რომელთამცა ეშმაკეულთა ქმნეს ესევით არის ბოროტი, ვით არ ქმნა იუდა გარდარეული იგი ურჩულოებაი. და ყოველნივე რომელნიცა მობაძავ მისსა არიან, მრავლითა ბოროტითა აღავსებენ სოფელთა და ქალაქთა. არიან მათ ზედაცა საკრველნი, შიში იგი მთავართაი, წესნი იგი რჩულისანი, ბრალობანი კაცთანი, სწავლანი წერილთანი, არამედ ყოველსა მას უკვე თუ შეუძლონ, განხედკენ და მიმოეკვეთებიან ვით არცა განცოფებულნი. ამისთვისცა რომელი ამის ვნებისაგან სრულიად უფლებულიყოს, ვერ არას ვპოებ მისისა სიბორგილისა სახესა. გარნავ ამსგავსებ კაცსა ვისმე ეშმაკისა მსგავსა, რომლისა ხილვა იყო მცაშავ და უშვერ, ცეცხლის ცვივინ თვალთა, და კვამლისა ხუმილისა იგამოვალ საკნოსელთაგან, ორნივე ხელნი მისნივე შაპნი იყვნენ გესლიანი. და პირსა შინა მის საკბილთა წილმახულნი აღლესულნი განწყობილი იყვნენ, ხოლო ენისა წილწყაროი გესლისა მაკუდინებელისაი აღმოეცენებინ, ხილვაი პირისა მისისაი არნ, ვით არცა ხილვაი ძაღლისა და მგლისაი შეერთებული, მუცელი მისი ვით არცა სახუმილი ცეცხლისაი, განლეվել არნ ყოვლისავე და ფერხნი მისნი ალისა მსგავსად. სწრაფლ შემწუვალ, ხმა იმისი არა ხმაი არნ კაცისაი, არამედ სასტიკი რაიმე და საძაგელი ოხრაი, კაცის მჭამელ არნ იგი და უწყალოდ მომწყვედელ, ვინცა პოის. ნუ უკვე საშინელად აღგიჩნდა სახე ესე. არამედ ვერვე გამომისახავს ჯეროვნად გონება იგი ანგახრისაი, არამედ ფრიად უძვირეს არს ამისა, ყოველთავეს წადის შთანთქმად ვით არცა ჯოჯოხეთსა, ბრძოლი არს ბუნებისა კაცობრივისაი, სწადინ რაითამცა ყოველი მას აქუნდა სურის, რაითამცა ქვანი და ძელნი ოქრო იქმნეს. და უკვე თუ გნებავს ცნობად ვით არმედ ჭეშმარიტსა ვიტყვი, გიჩვენ ამცა ვინ გონება იმთავრისა ანგახრისაი, რომელსა ხელმწიფებაი თანაში ეწევინ უკეთურებისა მისისა გამოჩინებად, და იხილეთ მცა ჭეშმარიტებაი სიტყვათა ჩემთაი. ესე ვნებაი რომელთაცა ეუფლოს სრულიად განიყვანებს წესთაგან საღმრთოთა და ბუნებისაც ამ ბრძოლად გამოაჩინებს. არავის ხრიდებნა ანგაჰრი, არცა თვისა, არცა მეგობარსა, არცა ძმასა, არცა თუ მშობელსა, რამე თუ მრავალგზის ძმათა მიმართ და მშობელთა და შვილთა ბრძოლად გამოჩნდეს ანგაჰრნი, მრავალთა შიშთვილიბესცა ამის ვნებისაგან ცნობა მიღებულთა. ამისთვის ჭეშმრიტ არს სიტყვაი ჩემი, ვით არმედ ფრიად უძვირეს არს ეშმაკეულისა საანგახრებისა მიერ და ვეცხლის მოყვარებისა უფლებული. ხოლო რა ის თქვა მათთვისცა რომელთა მრისხანებაი, ანუ შური, ანუ ძვირის ხსენებაი ეუფლოს. არა იგინიცა ეშმაკეულ არიანა და უძვირესცა ეშმაკეულთასა. და რაითა არაფრიად განმრავლდეს სიტყვაი ესე ჩემი, თქვენ დაგიტევებ გულისხმის ყოფად თითოეულისა ვნებისათვის, ვითარ რომელიცა ვის სრულიად ეუფლოს,
ცნობა მიღებულ და ეშმაკეულ ჰყოფს. ამისთვის თქმულ არს ვითარმეთ, რომლისაგანცა ძლეულ არს კაცი, მისდაცა დამონებულ არს. შეადარე მეორე პეტრე 2:19-აც უკვე თითოეული სავნებისა ეშმაკი არს, რომელი იძლიოს და დაემონოს ეშმაკსა, რომლისავე ვნებისასა, არა ეშმაკეულ არსა ესევით არის იგი. აც უკვე ესე ყოველი ძმანო, გულისხმობთ და ნუ ვიქნებით მონავნებათა, არამედ აზნაურება იგი, რომელი ქრისტემან მოგვანიჭა, შევიტკბოთ და მას მხოლოსა ვხმონოთ, რომელმან მიხსნა ჩვენ მონებისაგან ეშმაკისა, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე, ვითარმეთ. მონანი ხართ, რომელსაც აერჩით, გინა თუ ცოდვასა სიკვდილ ანუ მორჩილებად სიმართლისა, რომელთა მიმართ 6:16 და მერმე იტყვის, ვითარცა წარუდგინენით ასონი ეგე თქვენი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად. ეგრეცაც წარუდგინენით ასონი ეგე თქვენი მონებად სიმართლესა სიწმიდეთ, რომელთა მიმართ 6:19 და შემდგომი ამისი. ამისთვის საყვარელო ვისწრაფოთ განთავისუფლებად მონებისაგან ვნებათა ისა და ვხმონოთ სიმართლესა, რაითა ამასა სოფელსა სიწმიდით ვცხონდებოდით და გამოგვიჩნდეს ნათელი მზისა მის სიმართლისა და მკვიდრი ვიქნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.